7 მარტს ჟენევაში 2013 წლის საერთაშორისო ავტოსალონი გაიხსნა. ყველაზე სწრაფი სპორტული ავტომობილების უახლესი მოდელები ისეთმა ბრენდებმა წარმოადგენს, როგორებიცაა Nissan, McLaren, Corsa და Spyker. ორკარიანი სპორტული ავტომობილი, რომელსაც ძრავი კორპუსის ცენტრალურ ნაწილში აქვს განთავსებული. Spyker-მა ახალი სუპერმანქანა Spyker B6 Venator წარმოადგენს. ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ის, რასაც ჩვენი მომხმარებელი დიდი ხნის განმავლობაში გთხოვდა. რატომ არ ქმნით უფრო ხელმისაწვდომ პროდუქტს, ავტომობილს, რომლითაც ხალხი ისიამოვნებს, მანქანას, რომლის ტარებაც ყოველდღიურად დიდ სიამოვნებას მოგვანიჭებს. მოусმინეთ მათ და ჩვენ ეს ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულებთ. მანამდე სანამ ავტომობილის დეტალებზე გადავიდოდე, მინდა წარმოგიდგინოთ Spyker B6 Venator. Spyker B6 Venator. რაც შეეხება McLaren-ს ჟენევის ავტოსალონზე ამ ბრენდმა სპორტულ ტექნოლოგიებზე აწყობილი ძრავის მქონე სუპერმანქანები წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი სპორტული ავტომობილი 300 კმ/სთ 17 წამში ავითარებს. რაც იმას ნიშნავს, რომ კოლოსალურ სიჩქარეს ის McLaren-ის ლეგენდარულ ფორმულა 1-ზე 5 წამით სწრაფად აღწევს. ამ ავტომობილების ტექნოლოგია სპეციალურად McLaren P1-ისთვის არის შექმნილი და ის თავის თავში მეტ დინამიკას გულისხმობს. ჟენევის საერთაშორისო ავტოსალონზე ჩინურმა ავტოწარმოებელმა Corsa-მა უახლესი ავტომობილი Corsa 3 სედანი წარმოადგენა. 20,000 ამერიკულ დოლარად შეფასებული ახალი ავტომობილი წლის ბოლომდე ჩინეთისა და ევროპის ბაზრებზე გაიყიდება. ეს მანქანა ევროპული სტანდარტით არის შექმნილი. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ამ ავტომობილის პრემიერა სწორედ ევროპაში შემდგარია. ამგვარად ახალ მოდელს ევროპული მედია და თავად მოქალაქეები შეაფასებენ. რაც შეეხება Nissan-ს ორწლიანი პაუზის შემდეგ იაპონურმა ავტოწარმოებელმა წარმოადგინა ორი ახალი მოდელი. Nissan Note, რომელიც მასაზე არის გათვლილი. როგორც ავტოწარმოებლის ხელმძღვანელობა აცხადებს, ის უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნეს და უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის დაცული. კიდევ ერთი მოდელი, რომელიც Nissan-მა ავტოგამოფენაზე წარმოადგინა, ახალი თაობის ავტომობილია, რომელიც ოჯახისთვის არის განკუთვნილი. Nissan-ი მომავალი 3 წლის განმავლობაში კიდევ 15 ახალი მოდელის გამოშვებასაც გეგმავს. ამის შესახებ განცხადება თავად კომპანიის წარმომადგენელმა გააკეთა. რაც შეეხება ევროპის ბაზარს, Nissan-ი ამ მხრივ გაფართოებას აპირებს და მომავალი 3 წლის განმავლობაში 15 ახალ მოდელს შესთავაზებს ევროპელ მომხმარებელს. გარდა ამისა, იგეგმება ევროპაში ახალი ქარხნის გახსნაც. არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე Nissan-ი აქტიურად ცდილობს ევროპის ბაზარზე საკუთარი ადგილის საბოლოოდ დაიმკვიდროს. რადგან უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპის ბაზარზე ამ კომპანიის ავტომობილების გაკეთება საგრძნობლად შემცირდა. მიუხედავად ამისა, გასულ წელს ევროპაში 700,000 Nissan-ის სხვადასხვა მოდელი გაიყიდა. Nissan-ი ევროპის ბაზარზე 1968 წელს შევიდა და მას შემდეგ ის ამ კონტინენტზე მოწინავე პოზიციას თამამად ინარჩუნებს. Nissan საკუთარი ქარხნები დიდ ბრიტანეთში, რუსეთსა და ესპანეთშიც აქვს. 2013 წლის ჟენევის საერთაშორისო ავტოსალონს ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი საგამოფენო დარბაზი Palexpo მასპინძლობს და უახლესი ავტომობილების შენობის 7 სხვადასხვა დარბაზშია წარმოდგენილი.